მტყნელი საკამოტო, რომელიც იყო უმაგრესი მკვლელი და არ ყავდა არავინ თანაბარი, მანაჩუკა, ძაღლი ჯონ უიქს და მან მისცა იარაღი დონ გაის და მან ურჩია თავის გადაპარსვა სეიტამას და მან შეეძლო სოლოში მარტო მოეკლა ყველა და ერთი დაცემინებით კი კაცი გაენადგურებინა, მაგრამ მის ცხოვრებაში გაჩნდა ქალი. მაგრამ მას ეხლა შეუძლია მარტო გახსნას რამდენიმე ქილის ლუდი და შეჭამოს რამდენიმე ბურგერი და თელი ღამე უყუროს გამოხლებულ ახალ ამბებს. ვნახეთ რა შემიძლია კალათბურთი ფეხით მოგითხა შიქო არა გაკლებავშო შენ მე მგონი არ გაქვს ამდელი კაბილები რომ ესეთ ყვილად ფლანგო მაპატიეთ ძალიან გთხოვ ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი და მეორეჯერ არ გამეორდება მოგითხა შენი დედა საინტერესოა მან თავის ფიქრებში უკვე კალა მიაჭამა მე ეგეთი რამე მარტო მინახია მტყნელ საკამოტოსგან საინტერესოა შენ ხო არ იქნები პროფესიონალური ყლე მოგითხა კარგით გასაგებია თქვენ მეუღლესთან თქვენი წარსული არ გავიხსენოთ თორე მოგვიტყნავს კარგი სტრაქს ხო მაგრამ მასწავლებელო თქვენ რა დაგემართა თქვენ რა ატომური ბომბი შეჭამენ და ის თქვენში აფეთქდა თუ მუცლის ნაკეცებში უფრო მარტივია ერაღების შენახვა თუ გამახსენდა კუნფუ პანდა ხო გითხარი დოკუმენტალური არაა თქო არა უბრალოდ ერთხელ დამალაიქა მაგარმა ნაშამ და რა რავი აბა ამის დედაც მოტყა მე კიდე თავისი დალაგდა გამოყლეება შეიძლება მახსოვს მე ბავშვობაში მეუბნებოდა მამაჩემი ნუ რაფერს ნუ გეშინია შვილო დაათვების გარდა და ქალების გარდა გთხოვთ დაბრუნდით და გაიხსენეთ ძველი დრო გახსოვთ როგორ გიყვარდათ თევზებს რო აჭმევდით მაგათ პატრონს და სვავდით სმიუზის ცრემლებისგან და კიდე გიყვარდათ თითებს რო უტკლացუნებდით სხვებს უფროსო თქვენ დედას ფიცავა რაც შემეძლო გავაკეთე მაშინ მოკალის იქნება არღირს თქვენ რო გენახათ ის გამოიყურება როგორც ორლარიანი ქანდა ოღონდ მართლა დაძველებული ტოქში მე ვერ შევძლებ და ყველის გამო რა ყველი შებოლული სულგონი ბოდიში მასწავლებელო მაგრამ ვიცი რომ თქვენ მე გამიგებდით გამარჯობა 5 თეთრიანი კევი ხო არ გექნებათ გამოყლეება შეიძლება, მაგრამ ეგრე უწევ დაბლოკა ჩემი თქვა, სად გაქრა? მოიცადე, სად დაიმალე? მაგრამ სად დაიმალები მყელაყარა? კარგი, ახლა სიჩუმე, ტკბილეულების სექცია? კარგი, გასაგებია მე დამენძრა. მე რა მოკვდი და 64-ში ვარ, სადაც არასრულწლოვანი ნაშები არიან და მილფები და ბაბუა ჩემი რომელიც მოკვდა გაუპატიურებისგან. გირჩევ მოკეტო, იმიტომ ამ ოთახში შენ ხარ მარტო ერთი მოჯმა. კარგით გეთახმებით, თქვენ მე დამინდეთ, მე კიდე აქ ბლატავ. კარგი, მაშინ მივირთვათ, გემრიათ მივირთვით. ვახ, შენი რა გემრიელია, თითქოს ახალგაზრდა გოგო მინეტი გამიკეთა. იმედი არ გადაგედო არაფერი და ხო ეგ ქართული ფლავია. რა? თუ გინდათ მესროლეთ, მაინც არ გეტყვით სადა? ვიზე იძახი? ბაბუაზე. კარგი, არ გინდა მე ჩემი მყავს, მაგრამ მოხლის ჩოქებზე რატო ხარ? საჭიროება მოითხო. რატომ რო დაგინდოთ? არა, უბრალოდ ბოდიში ვიხდი შენთან შეგამოყლეებულო, ვაიმე. ბოდიში წყნარად შვიდად უკვე დამძრეული გაქვს. არა, მოგიტყან ახლა ჩვენ გვაქვს დამძრეული. და რატო ჩვენ ხომეთნი ვართ ყლეზე და იყიდე გამოყლეებულ ბაბუასთან ჩვენ შანსი საერთოდ არ გვაქვს. მასწავლებელო, რატო გადამარჩინეთ? ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, უბრალოდ ლიბრეში მეორეს მენა თავის თარი მუშავებს. ეგერ თქვენი მზეთი. რა, საიდან მიხვდი რომ მზეთს ვეძებდი? ჯატო კარი ხარ თუ ვინა ხარ? აბა მითხარი დღეს როდის ჯვავდი? მოდი მზეთზე დავამთავროთ ჩვენი გაცნობა. მასწავლებელო, ნუ თუ თქვენი ცხოვრება მართლა ქალმა შეცვალა. შენ სცადე თუ გინდა. არა, მადლობა მასწავლებელო, თქვენ არ დამჯერებთ ალბათ, მაგრამ ყველა ქალის სინამდვილეში ბოროტია და შეის გამოყლებული ტიპი გერმანიიდან რომელიც მოკლას მიპირებდა და თქვენი სექსუალური წვერები თქვენ ორივემ გაგაჩინათ ქალმა. და შენ მაშინ ვინ გაგაჩინა? მე და ჩემა გამაჩინა. შენ ხო ფიქრების კითხვა შეგიძლია წაიკითხე ჩემი ფიქრები უცებავ ერთი საერთლავე? მოგიტყან რატო წარმოდიეთ ჩემი თავის სარეცხი მანქანაში გაჭედილი. ყლეობები რო არ იბაძო, გოგოების სიკეთეა და საერთოდ. ეგესადა ეგ ბოზი ჩვენ შეგასწავლით ის როგორ არ უნდა მოატყუა ახლა ხალხი. ჩემი რა ბრალია თქვენ რო დაიჯეროთ რომ ყველას გაიკეთებდეთ მინეთ. გაჯვით აქედან არ შეეხო ჩემ მუტელს. რა მუტელი შიქო არა გაყლეზე კიდია ხადა დააბრუნე. რა აგერ ბრძოლა არის ძალაუფლებისთვის მაფიების და ჩემი ოჯახის მოკლას აპირებდით თქვენ კიდე რაღაც ყლე ხადა გინდათ? სერიოზულად გამოყლეება შეიძლება, მაგრამ რა ვქნა ხადა შოკოლადითა. კარგი, მაშინ გეთახმებით წამოგიყიდით. მოიცა ეს რა რაკეტაა? სადაა რაკეტა? გისამძიმრებთ ბაბუის სიკვდილს. ხო, კაი კაცი იყო. ერთხელ მე და ჩემ ძმას სიცოცხლეს გადაგვარჩინა. მახსოვს მე 12 სართული დამოვფრინავდი და საიდანღაც მისი ლამაზი სახე გაიჩნდა. თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. ხო, მაგარი ბაბუა მყავს, ყოველთვის ვიღაც ყლეებს ეხმარება, ასე რომ ეხლა დაბრუნდება და დედას მოგიტყნავთ, ასე რომ გირჩევ წინასწარ ბოდიში მოიხადოთ. ძმაო, გონი ამ ბიჭში გაქვს და ვერ ხვდება რომ ჩვენის უკვე კაი ხანი მოვკალით და ვერაფერს ვერ გვიზავს. მოგიტყან ძმაო, გონი ეს ბაბუა ჯერ არა იპოტენტი. გამახსენდა ესენი არიან კილერები, ძალიან სახიფათოები, ყველას ეშინიათ მაგათი და პროფები არიან, საქმის რომ მორჭებიან, გადიან გარეთ და მერე ტვინს უტყნავენ ხალხს თავის ხელოვნებით, შემოკლებით ეძახიან კიდე ქათმებს. კაი, ჩემი კარგი მოვტყან, რა სიძახი, არ გჭირდება შენი გამოყლეებული რებრეინდინგი. იტოქში მოდი მალე დავამთავროთ ეს ყველაფერი. საიდუმლო ტექნიკა ერთი ყლის და ორი კვერცხის. მზარეულის ტექნიკა. შეგეცი, ქვაბი არა ტექნიკა. ეგეც მართალია, მაგრამ მაცივარი ხო არის ტექნიკა.
დიდი მადლობთ რომ გადამარჩინეთ. ეხლა შეგიძლიათ თხოვოთ რაც გსურთ და მე ყველაფერს გავაკეთებ. თუ ეგრეა მაშინ ჩემთან ლიბრეში იმუშავე. რა ლიბრე თქვენ მეხუმრებით? კარგი არ ხუმრობდა ეს გამოკლებული ბაბუა. ეგრე რო დაუფიქრეთ ორ ნაბიჯში კი ჯობდა რომ ემუშავა. მასწავლებელო, მას ჩვენი წმინდა სამსახური არ მოსწონს და ურჩევნია ორი ნაბიჯი. მოგიტყან ეს რა შემიყლე არის გოგო შეში ხო არა შენ რა სახში ტუალეტის ქაღალდიც მოცივარში გიდევს? ხო რა არის ამაში ცუდი შენს გირჩევ რომ სცადო მაგრად აგრილებს. გეხვეწებით გაჯმევინეთ აქედან. კარგი რა ტვინი ნუ მოტყანი ხო იცი კადრი მჭირდება, მაგრამ თუ გინდა ცოტა მიმუტლე. შეკეცით ორივეს. იტოქში დღეს ჩვენი მასწავლებელი ისვენებს და მას უნდა მივცეთ მაქსიმალური დაცვა და მაქსიმალური გარანტია იმის რომ თავის ოჯახთან ერთად მაგრად გაატარებს დროს, იმიტომ რომ ვიღაცა სირმა მაგარი კუში დადო მის მოკლაზე. გუშინ მაგის გამო კიდე ვიღაც ინდოელი კურიერის მოკლაც კი მოგვიწია. მან ხო უბრალოდ ტიპსის ფული გთხოვათ. ძალიან დიდი შეცდომა მით უმეტეს როცა ჩვენ თვითონ გვიჭირს ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში. პუმბა ტიმონია ხაზზე რა ხდება მან? მან რა მოკლა ის? არა, სისულელე აიგე მაიკის ქვეშ უწერია მობილურს ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და კიდე 7 ფურცელი ლიბრესთან ხელშეკრულებაზე. გონი სამსახურში მიიღო. მოგიტყან ჯობდა მოეკლა. შენ კიდე გადაობ ჩვენ სამსახურზე. რავი, გონი კარგად გაუმკლავდით. მე უცნაურ ხალხს მე ვერ გძნობ. მაგრამ რა სიტყვი მაგ უცნაურ კაცზე, რომელსაც მკვდრის ფერი ადევს, გონი კილერი არის. კაი რა, შენთვის ყველა ტიპი უცნაურად გამოიყურება. კაი, მაშინ, მაგრამ რატო გვიყურებთ 15 წუთი შეუჩერებლად? მე რა ვიცი, ეჯვია ალბათ. ვერ ხედავ კაცი ძულს მოვიდა ატრაქციონებზე რომ დაივიწყოს თავის თული წარსულისაც, არავის არ უყვარდა და არავინ არ ატარებდა ატრაქციონებზე და ძულს მიიღო თავის თავი. ხო, გონი მართალი ხარ. ნახე რა მაგარი პისტოლეტიც ამოაგდო. ვა, რა მაგარია, მეც ხომ აქ პისტოლეტი. წავალ, ჩემსაც ვანახე, ვიქნებ დაუძმა კაცდებით. შენ ჭკვიანი აღმოჩნდი, არ მეგონა რომ ესე მალე მიხვდებოდი რომ მე ხო ბოდიში რომ გაწყვეტინე ბაგერ ჩემი დაქალი ფიქრობს რომ შემკვლელი ხარ თავისთავად ბრალდების გარეშე შეგიძლია მითხრა რომ მართალი არა მე რო შხამიანი დანაჩაგარტყი ითვლება პასუხად მოგიტყან უცებ რა მაგრად დავიღალე არა უშავს დაიკიდე ყლეზე ბავშვობაში უფრო უარესად ყოფილი ვარ და საერთოდ მამა ჩემი ყავს ნანახი არა მეც არ მყავს ნანახი ჩემი ძმა მომისმენ შენ თავს მარტო ვერ გაესაუბრები თორე ხო იცი მე ჩქაება შეკვეთა მაქვს საკამოტოს მოშორებაზე გამოდის რომ შენ მოგიტყან ოღონდ ეგარა ხო მე კილერი ვარ და შენ სწორად მიხვდი რომ რთული იქნება ჩემი დამარცხება არა ყლეს დაიკიდე უბრალოდ ეხლა სხვა ამაზე ვფიქრობდი ეხლა კიდე მომიწევს რომ ვაღიარო ეს ყლე ქალა იყო მართალი მე ხო გეუბნებოდი რომ ის ყლელი იყო ხო გეუბნებოდი კარგით აღულ ვაღიარებ თქვენ ძაამაგრები ხართ და მალე მიხვდით რომ მე ვარ მკვლელი და ერთი თქო უნდა მექნება შეგიძლიათ მალე დამბრიდოთ იმიტომ მეგეთ პროფესიონალებს როგორ თქვენ მე ვერ გავუმკლავდები ძმაო შენ ვის რად ყლეთ სჭირდები აგერ ჩვენ საქანელები გვაქვს კინოთეატრები და მაგარი გასართობი ყლეობები კიდე კარგი ხალხია მაგრამ დამცების გარეშეთა შეეძლოთ ჩემი გაშვება. Ჭამენ ნოდარი, რა ვახარ ნოდარ, მოგენატრეთ? მოგიტყან რა საკაიფოა იმედია ტრუსების გარეშე ხარ. ფუ შეგეცი რა დებილი ხარ. სტაროა ნოდარი, ჩვენ წეგან დავინახეთ როგორ ჩაისვარე საკამოტას წინ. შარვლის გახდაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ შენ არ იყავი ის კაცი ვიწყვირო და მე მას მოუტყნავ. და რა იყო ეხლა შეგიდო პაპა? მოგიტყან რა, გთხოვთ, თქოს ეხლა ამით არ შემცეთ რამე. თუ ეგეთი მაგრები ხარ წაი და თქვენ თვითონ გაუმკლავდით მას. გაუმკლავდები, ჩვენ უნერვილობ, როგორც იძახიან 7-ჯერ გაზომე და ერთხელაც არ იყო გამოყლეებული. fuck motherfuck sigma შემთხვევაში პირველად ნანობროა დამრიდეს. რატო მე პროფესიონალური მკვლელი, რომელსაც თავის ცხოვრებაში ბევრი სისხლი და ბევრი ყლილობები უნდა ყავს, რატო ვიჯვავ ეხლა ჩვეულებრივ მუშა ხალხზე? შენ რა, ჩემზე იძახი? არა, სისულელეს იძახით, აქ უბრალოდ ზომბები გვაშინებენ თავის დალურჯებული თვალებებით და ძალიან ცუდი სუნიტრიალებს კიდევ და ძალიან რეალურ გარემოს აძლევს ეს დოკუმენტი, საწერია ბანკის ვალია გადასახდელი. შენ რა, ისევ ჩემზე იძახი? არა, თქვენზე ვიძახი, შიქ ხო არა გაქვთ. ამანაც კიდე რა ტვინი მომიტყნა რომ დალევს გამოყალევდება. აბა მასუნინე რასო. შენი დედა მოტყა, შენ რა ბომჟი გაწურე მაგაში თუ რა არის ეგ? მაიტ აბა ერთი მეც გავსინჯა. მოგიტყან რატო გავსინჯა ეხლა კი ხვდები მამა ჩემი და ბაბუა ჩემი როგორ გაიქცო ოჯახიდან მოიცადეთ ეგ მე სად ვარ ბოდიში ვიხდი მაგრამ შეკვეთა მაქვს თქვენ მოკლაზე ასე რომ ეხლა მე თქვენ დედები უნდა მოგიტყნათ ხო არ გეწყინებათ არა რატო უნდა გვეწყინოს მე მესმის შენ ვა ჩემი კარგი მოტყან თაქი აიწია ეს რა ყველაზე პოპულარული ჭუბია ჩემ ბავშვობაში საძმაო ჩემი და ბაბუა ჩემი ერთმანეთს დასწრებდნენ ნასვამზე რომელიც გადიოდა ყოველ პარასკევს კარგი თქვენ გაიმარჯვეთ და რატო მე ჩემი ცხოვრების ორი წესი მაქვს არცემო ნასვამი ქალები და არცემო გამოყლებული ადამიანები მოიცადე მაგრამ მე ხო უბრალოდ ხო რა მაგრად დაემთხვა გაუმარჯო საკამოტო გახსო ვარ ყვე აღარ სამწუხარო რომ სიბერეს გასკლეროზი დაგემართა მახსოვს ბავშვობაში როგორ მეუბნებოდა მამა შენ რომ 3 უწელი ხარ 24/7-ზე მართალი ხარ და მადლობა იმიტომ რომ მე ყველაფერი გამახსენდა და კიდე რაზეც ახარ შენ ჩემზე ნაწყენი ბოდიში მაშინ არ მინდოდა ეგრე ძალიან მომეტყნდა შენ რომ თავის მუტლით დაეწყო კონტრაბანდა და აფრიკაში შავად გადაეტანა წყალი მე მენატრებოდი სმობილო
რა თქმა უნდა მე უფრო ძლიერად გწენები. მასწავლებელო, თქვენ თვითონაც ხო კარგად იცით, რომ ჩვენ ვიდეო ვერავა 5,000 ნახვას და 1000 ლაიქს. ლეობას ნუბაზრობ, მე ახლა სპონსორიც მჭირდება და იმედია გამოჩნდება. და ხო, თუ ავა ამდენ ნახვას და ამდენ ლაიქს მალე გამოუშვებ ახალ გახმოვანებას, ასე რომ მეგობრებო, ყველაფერი თქვენ ხელში. არ დაგავწეთ გამოიწევრო და დაალაიკოთ ჩემი YouTube არხი, რომ ნახოთ უფრო მეტი სასაცილო გახმოვანებები.